ეხლა აი როცა ღამე წევხარ წინავს და იღვიძებ აი ამ ხმით არ ვიცი უბრალოდ ვერ აგიწევს ჩემთვის ეს რა სიხარული და ბედნიერება ეხა ხალხო თან ვმუშაობ თან თქვენთან ვარ თან სახლის ამბები ინახეთ ესენი გარეცხილები და მშრალია და ესენი ყველაფერი უნდა ავიღოთ იმიტომ რომ თუ არ ავიღებთ და სველდება და ძალიან ცუდი იქნება ამიტომ აი ესე და ახალი პარტიის რეცხვა უნდა დავიწყოთ ღმერთო ესე იგი როცა ღმერთმა გვამრავლოს მაგრამ როცა რამდენიმე ბევრი ადამიანია ოჯახში სუს არის ჭურჭელი აი სუ აუცილებელია ჭურჭლის არის მანქანა აი ყველა ვარიანტში აუცილებელია აუცილებლობას წარმოადგენს ესე იგი ტელეფონი ვიდეოს გადაღებისას დამიჯდა და ჩაქრა ჩემი საწყალი ტელეფონი მეორე მიყვარხარ დედიკო iPhone 15 ჩაქრა ხალხო საწოდავი იმ დატვირთვით ვამუშავებ და ვერც შევამჩნიე რომ დასტენი იყო იმიტომ რომ როცა ვამჩნევ რომ დასატენია ვტენი ხოლმე просто ვერც შევამჩნიე საწოდავი დღეს კიდე უნდა ვიყიდო ცოცხი იმიტომ რომ ის ცოცხი გადავაგდე არ ვიცოდი რომ იმით არ უნდა მომეგავა და რომ მოვგავა ეს ვერცხლის წყალი გაიდღლიზა მაშინვე მივხვდი რომ მაგის არ შეიძლება და მე გავარკვიე კიდეც და ეხავე და გადავაგდე ანუ ცოცხი საყიდელი მაქვს იმიტომ რომ აქაურობა რაქშია დე ჩემო მზეო რაქშია დედიკო ევიტუნი რაქშია დე რაქშია კაი რომ მოიფიქრებ მითხარი და დაფიქრდა და აჰა ყავა ჩვეულებრივად ჩვენი ყავა იქაც ხარ დამეხმარე მეთქი იქით მაგიდაზე რაც აწყვია ყველაფერი გამოიტანე მეთქი აქ ჩაალაგე მეთქი ისა იქ მაგიდა ბავშვს გადაუწმინდეთ ხო იმიტომ რომ უნდა დამეხმაროს იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება ანუ დილა გვაქვს აი რავი ძალიან რა ხო და სამამისად როცა ადამიანის სახშია რატო უნდა დამეხმაროს უნდა დამეხმაროს 9 გრამი 8 რა არეკი მაგრამ აგე 7 გრამი და შაქრო 6 გავანულოთ ექვსი ვა ზუსტად დავსვი ასე ვინ უნდა მიყვარდეს na 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 რაღაცა ვიმღერე რომელიც საერთოდ არ მახსოვს ტექსტი ta 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 Vinunda mi guardes na 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 vardebs da mi xagebs Neta ჩემზე სუმზირა ბოლომდე შეჭამეს გუშინ თუ დარჩა სულ თელი შეფუთვა რა შეფუთვა რა ძალიან კარგი ამხელა ზირში რას ლაპარაკობ მარტო მევჭამე გუშინეკ 10 გრამი ბავშვებმა ჭამეს?
არა მგონია. ეგენი ხო შენზე გვიან მოვიდე. თუ ჭამეს ხო ნახავდი. ბოლოს ერთ გამის იქნებოდა რა პირველი დაიწყო მაშინ არ იშე. უნდა გადამალო, სხვა გზა არ არის. ორცხობილა ეს მინდა. ოღონ ახალს გავხსნი. ლია ალბათ დღეს მოვა, რავი. უკვე ამდენი დღე არაც წავიდა. 7 დღე იქ იყო, ხო? რო გაიგო, რო გარდაიცვალა იქიდან. აი ჩვენ მაგში ვიყავით. მაშინ წავით. ჰა? რა ვინ შეჭამს? ეს დიდად არ მიყვარს. ეს დიდად არ მიყვარს, მაგრამ ისა. აგერ. გუშინ მთელი დღე ეგრე რანაირად იყო, გუშინდელი დანაგებული საჭმელი იყო ეს სუპი მაგალითად. ხო, მე მგროვდება, აბა ყოველ დღე უნდა ის ერთხელ რო გააკეთებ 10 წელი არ ჩერდება ეგ. $15 გრამია. რა ამბავია? სამასოდ, არ მქონია ბევრი. გადავაგდოთ. ასე გავანულოთ, ახლა მინდა გარგარო. გარგარო მინდა. გუში რომ მოიტანეს ეს ის არის. ნახეთ როგორი ნახეთ. Ας 29 γραμμία. Όρι. რაღაცა პაწაწინა ყველით მინდა. ყველი არის ჩემი უდიდესი სიყვარული. იცით თქვენ. რა გინდა და მითხარი? ეხლავე? Peanut butter and the Evas.
Oh my god. ხლებსებს არ ჭამს ხალხო, ჭამს მარტო იმას. Peanut butter. ეს. აი რა კარგია. აი ესე ჩემი სიყვარული. კოხტა ცუფთაცის. აბა რა. ვარდებს და ნანა ეს გერდა მისხი ეყავა ხო? დავისხათ კოფე. კოფე. ასე. საწავიდან ალექი, ყავავ. ყავავ სად არის ალექი? გადააგდებენ კი ოღონ ჯერ გაიღვიძონ დილამ შვიდობის ეს რცხაბილა ლოვიტა Oh my god. Oh my god. არა. გვაქვს. ბევრი. წამოვიდა პირველი შედეგები. მერაბენიერი ვარ. ხალხო მოვიტანეს ცივა. ადრე არ მიყვარდა ეს ბიჭი რატო? რას ვერჩოდი არ ვიცი. აი გამრიელია. მეთქაია. იდეალური გემო. გარგარს საერთოდ ვერ ვიტანი, ბავშვი ვიყავი. ძალიან მოწონს. ავასაც ძალიან მოხდება. აი. ჭია ყავს, უნდა მოვაჭრა. და გავრეც ხო? ყველაზე გემრიელ ხილებს რატო ყავთ ჭია? ჭიმა ციციან ხო? რომელია ყველაზე კაი? მე თვითონ ტკბილია ეს.
მუსლაკაია. მამდენი სახეობის დასატკბობი მქონდა. დაგიას მაწონი ხوار უნდა. მოიდეს მაწონი. ამ ყველს ჩვენ ყავს. ჭამდა, რამდენი ნაკლები ცხიმი აქვს. ევროპულ ყალებთან შედარებით. როგორც ნაფ. მართალია. რა გემრიელია. ყავა გამითავდა. აბა ნახოთ კომენტარებში რა ხდება. აუ, ჩემი განწყობა არის წვიმა. ძალიან მოქნევს. გონიოში შედარებით კაი ფასებია ნინი. გონიოში არასდროს არ ყოფილა ძვირფასო. რუსო. ნინო ჭკვიანი გოგო ხარ. მადლობა ძვირფასო. სალომე, ჩემი мотиваცია ეს გოგო. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა სალომ. მერი, ნიმ შვიდობაში ახალი სახელები რომ ხდება ვაკვირდები ხოლმე. შვიდობაში შენაძენი ყველაფერი კარგად გაქვს და გიხდება. ეს შარვალი გარეთაც მშვენიერი იქნება. კი? პრინციპში ხარ რო ჩაიცვა გარეთ, ვერავინ ვერ შეამჩნევს ეს პიჟამოა თუ არა. მაგრამ რავი, ძალიან საკაიფოა, ძალიან მომწონს. სულ 3 წალიღა იყო. მე რაც ავიღე ამის გარდა. და ემი იყო ერთი, ატყობა კარგად იყიდება. და ეტყობა ჩვენთან ემი არის საშუალო ზომა. ემი იყო ერთი, XS-ები იყო ბევრი. XS-ები ტყუა ცოტა ვართ. ღმერთო, იმიტომ ახლა ეს იმაცლია. ეს იყო. მე 2S ვიყიდე. მერი არა უშასნი არ ინერვიულო სხვაგან წადით ევა მაინც ზღვაში არ შედის არ უყვარს სხვა იქ წადით სადაც ცებას მოწოს რა ვიშენ უფრო კარგად იცი სხვა შორის წელს ელოდება ზღვაზე წასვლას ბონის ეუბნება ბონის ზღვაზე უნდა წავიდეთო გუშინ ეუბნება და ბონი იცი ჩვენ ზღვაზე უნდა წავიდეთო ასე რომ ევა ეგეთია ხალხო ანუ ყველაფერზე ეგეთია ნელ-ნელა რა ნელ-ნელა უყვარს შეჩვევა აი უცებ მე ვიყავი ეგ რომ გავარდებოდე თავით გადავეშვებოდი ეგ არ არის ეგეთი მამამის გავს ნელ-ნელა საუკუნოვანი ასე მანანა ევა საყვარელი პატარა ხარნინი წარმატებები მადლობა ძირფასო ჩემი ინგა საყვარელი გოგოებიო ია ევა მიყვარხარ პატარაო ნინი სოფია როგორ არის რატომ აღარ ჩანს ვლოგებში ამაზე ვისაუბრე უკვე ერთ-ერთ ვიდეოში კარგად არის სოფია მაგრამ აღარ ჩანს და არ ვიცი არასდროს არ ვიტყვი არასდროს მაგრამ ფიქრობ რომ არ გამოჩნდება ალბათ
ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ასეა. ადამიანები ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევიან. ჩემთვის ეგ ნორმაა, რომ ერთმანეთს არ დავემთხვეთ, მაგრამ ერთმანეთი მივიღოთ და გვიყვარდეს. მაგრამ ჩემთვის ისიც ნორმაა, რომ გავიგო, რომ ადამიანს შეიძლება არ მოსწონდეს ის შე როგორი ხარ მაგალითად რაღაც საკითხში და დისკომფორტს უქმნიდეს. და პატივს ვცემ ყველა ადამიანის სურვილს, გადაწყვეტილებას და კომფორტს. თუმცა ჩემთვის მეგობრობა შეუცვლელი რაღაცა არის, სამუდამო რაღაცა არის და არ მთავრდება. ასე რომ ანუ თუ ჩემი სული მისთვის შეუცვლელი იქნება და სიყვარული, რომელიც ჩემდამი აქვს, ისევ ექნება, მე ყოველთვის ის ვიქნები, ვინც ვიყავი და ვინც ვარ. და ჩემი სიყვარული იქნება ყოველთვის უცვლელი. ამაზე მეტის თქმას და მოყოლას არ ვაპირებ და თან ვთქვი, რომ თან ვფიქრობ, რომ ამომწურავად თქვი ყველაფერი. გამგები გაიგებს. ხო. მოკლედ ესე გავაგრძელოთ ისევ. ნინი, მოგესალმებით ჩემო გოგო. არ ვიცი ახლა ამას რატო გიწერ, მაგრამ მინდა რომ ჩემი ბედნიერი მომენტები მეც გაგიზიარო. გუშინ 4 ივლისს იყო ჩემი დაბადების დღე. გავხდით 18 წლის. ისე ველოდი ამას აქვს და ისეთი კარგი იყო გუშინდელი დღე. ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა გამილამაზეს ეს დღე. ასევე გუშინ დავლიე, ისე რომ დავთვერი. ბარემ ბოლომდე შევირგო თქო და დღეს მთელი დღე გაბრუებული დავდივარ. გილოცავ ჩემო საყვარელო. არ დავალაიქო რა დაგიწერო კი ეს კომენტარი. ეს არის იმის წინა ვლოგი. სადაც მე მიულოცე, მე მოგილოცე მოგვიანებით, მაგრამ მოგილოცე დაბადების დღე კიდე გილოცავ ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო. მრავალი ბედნიერი წელი გაგეტარებინოს და აი ყოველი შემდეგი წელი უფრო მეტად ბედნიერი და უფრო მეტად გახარებული ყოფილიყოს. ძალიან მიყვარხარ, ძალიან სინათლის ადამიანი ხარ და მინდა რომ ყველა ესეთი ადამიანი იყოს ძალიან ბედნიერი და იცოცხლოს ძალიან დიდხანს. ქეთი, ჩემი შვილები შენი ვიდეოების თანხლებით გაიზარდნენ და ჩემი ანდრიას თანატოლი ბიჭი ისე გამომკითხავს ხოლმე ანდრია თორნიკე როგორ არიანო ევა ეხლა რამდენის არის უკვე აი ასე გულშემატკივრად მე და ჩემი შვილები ძვირფასო მადლობა ძვირფასო რა თქმა უნდა შენი შვილები რომ არიან ასეთი კარგები ეს ნიშნავს რომ ასეთი კარგი და საოცარი ხარ შენ და მიხარია რომ ესეთი ადამიანი ჩემთან არის ტულტ ცუდი ამინდებია ძალიან ცივა ჯერ ზღვისთვის რა ვიცი აბა აი ივლისია ხალხო ივლისია აი რა ვიცი ამ დროს ხელახოლ მაგრამ მე ძალიან მიყვარს სტრიმა და საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი ზღვაზე როგორი ამინდებია ის იქაც ესე ცივა და საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი მიყვარს მაგრამ ივლისია თუმცა მე მაგალითად მე რომ მკითხო სიცხეს ყოველთვის მირჩევნია სიგრილე და წვიმა ძალიან მიყვარს აი მენა განწყობას მიქმნის ასე რომ მე ბედნიერი ვარ ნონა რაოდე კი და წვიმს ნინი ვერცხლის წყალი თუ ცოცხლით დაგავე ის ცოცხი გადააგდე ვერაფრით მოაშორებ და ყველგან მოედება, რაც ჯანმრთელობისთვის ცუდია. ძინავს დე? კი. ხო, ნამდვილად ცუდია. გეთანხმები და გადავაგდე. უკვე მეც მივხვდი მე მაგას, ანუ სითხესავით ხო ეს ხარ და რომ მოусვი ეს. ანუ ხო იმიტომ მოვგავე რომ ისინიც ეყარა რა, შუშები და ხელში არ შემერჭოს თქო და აი ესე რომ მოვგავე სითხე რაც იყო იმეებად იქცა შარიკებად ხო და მივხვდი რომ შო ცოცხი შო ხო
ხო, კიდე რა მინდოდა. კიდე რაღაც თქმა, ერთერთი ჯგუფში დაიწერა რაღაც და მოვალ. ხო და რა ვიცი, აბა ესეთი ამბებია, ესეთი მოსიაშვილი, როგორ მიყვარხართო. თეამ ანინი შემოსაყვარელო, როგორი ღრმა და სიყვარულით სავსე ადამიანი ხარ, თვალებზე ცრემლით ამევსო ნაღვლიანი მზერა დარჩა ამ უდიდას სიყვარულთან ერთად შენი შვილების მიმართ. როგორი კარგი აღზრდილი შვილები ყავთ, უსაყვარლესები ჩემს გულთან ხარ. ახლოს შენ ჩემო თბილო და ტკბილო ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო წარმატება და წინსვლა და უამრავი წარმატება. მადლობა ჩემო ძვირფასო, ძალიან დიდი მადლობა. ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე, ჯერ აი იმდენი გზნობა მიცვლის ხოლმე, რომ ის რომ არ მჯერა. აი ჩემი შვილები ხა თორნიკე და ანდრია უკავე იმ ასაკში არიან, რომ ანუ უკავე არიან ცალკე დამოუკიდებელი ადამიანები. კი, ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ვამზადებთ საკვებს ერთად, ვჭამთ ერთად, კი, ბავშვები არიან ჯერ კიდევ და ბავშვური ბევრი რამე აქვთ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ისინი არიან უკვე ცალკე ჩამოყალიბებული პიროვნებები, აბსოლუტურად თავისი გემოვნებით, თავისი აზროვნებით, შეხედულებებით, სურვილებით, ოცნებებით და ასე შემდეგ. და ანუ როცა უყურებ, რომ ანუ შენგან აი ამხელა რო იყო, ეხლა დღეს ამხელა ადამიანი შეიქმნა და ესე დგას შენს წინაშე, რაღაცნაირად თითქოს არც კი გჯერა, რომ აი ამხელა შვილები გყავს. განსაკუთრებით მე თავი ისევ გრძნობ თითქოს, ანუ როგორც 18 წლისა უგრძნობდი ჩემ თავს, ისევ უგრძნობ, ანუ არ უგრძნობ, რომ უბრალოდ დიდი ვარ. გამოცდილება მომემატა, ტვინი მომემატა, ძალიან შევიცვალე, მაგრამ ანუ დიდად არ უგრძნობ თავს. ხო და ძალიან უცნაურია ერთის მხრივ ეს განცდა. მეორე არის ძალიან რაღაცნაირი საამაყო. რაღაცნაირად ძალიან ამაყობ, რომ აი რა მაგარია. მე კიდე ამაყობ იმით, რომ ესეთი კარგები არიან, რომ აი თავის დაზე ზრუნავენ, რომ ვხედავ ხოლმე როგორ უყვართ ერთმანეთი. აი თუნდაც რომ ხედავდი გუშინ ბონის როგორ აჭმევდა ევა ხორცებს, ანუ თავიზე მეტ ხორცებს იმას აჭმევდა და რომ უთხარი არ აჭამო მეთქი დედა. დედა უნდა ცოდოაო და მე რომ უთხარი მუცელი ეთკინება მეთქი. იმის მერე მაინც აჭმევდა, ოღონდ მე პატარებს აჭმევდა უკვე. ანუ მარტო მაშინ გაითვალის წინა როცა ვუთხარი რომ ბონისთვის ცუდია თქო რა და თვითონ რომ იკლებდა და იმას აძლევდა, ანუ ეგ შეგრძნება არ ქონდა, ანუ ემეტებოდა ხტები. ხო და ძალიან რაღაცნაირად ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს ყველაფერი და ის რომ ბავშვები სწორ გარემოში იზრდებიან, სწორი შეხედულებებით, აზროვნებით, სიყვარულით, ეს ძალიან ძვირფასია. ანუ ჩემთვის კიდე განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც თვითონ დედა არ ყავდა, ანუ ძალიან ტკივნეულია ერთის მხრივ ჩემი შინაგანი ბავშვისთვის და მეორე მხრივ ძალიან ბედნიერებაა, რომ აი მე მხვდა ეს ბედნიერება წილად. ეხა შეიძლება ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ვისაც დედაც ყავდათ, ეხლაც ყავთ და შვილიც. მეც მიყვარყა ჩემოსი ჭოჭლე რამე. მოდი ჩემო სიყვარული. მიყვარხარ დედა. რა შემოაკლდება ხოლმე სითბო და სიყვარული ესე მოვახომე და მაკოცნინებს ხოლმე და თავის ათამაშოებს და იმეებს ეუბნება ხოლმე. ნუ გეშინია და შენთან არის, ანუ რამხელა იმედია წარმოგიდგენთ ბავშვისთვის და აი როგორ მეწოდება ხოლმე ჩემი თავი, როცა ვფიქრობ, რომ მე არ მქონდა. ანუ როცა ვერც კი ვაცნობიერებდი, ისეთი პატარა ვიყავი და როცა ვაცნობიერებდი მერეც, ანუ ერთის მხრივ რამხელა უბედურებაა ის, რომ არ ყავს შენ მშობელი და მეორე მხრივ რამხელა ბედნიერებაა ის, რომ ხვდები, რომ შენ ყავხარ შენ შვილებს და თუ შენ ყავ და მშობელი ვერც კი ხვდები, ვერ იაძრებ იმას, რომ შეიძლება შენ შვილს შენ არ ყოლოდი, ან შენ არ ყოლოდა შენი მშობელი ახალგაზრდა ასაკში, იმიტომ რომ ვისაც ეს არ შეხვედრია, რა თქმა უნდა, მისთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანები დიდხანს და კარგად უნდა იყვნენ, ხო და შესაბამისად, ანუ მე ამ ყველაფერს ერთად ჩემში რო ვაერთიანებ, ჩნდება ძალიან დიდი მადლიერება იმისი, რომ მე მყავს ჩემი შვილები, იმისი რომ ადრეულ ასაკში გავბედე ეს ყველაფერი, იმისი რომ შესანიშნავი ადამიანი არის მათი მამა და ამ ადრეულ ასაკში ვინმე ისეთ იმდენი ადამიანობა, სულიერება, ტვინი და ყველაფერი მქონდა, რომ ვიღაცა არანორმალურს არ შევხვდი და
ძალიან მიხარია რომ ესეთი ადამიანია მაგათი მამა ძალიან მიხარია რომ არიან იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი მაგის ფასს ეგენი რო არიან ხა კითხე აბა მაგათ შვილებს რომ შეიძლება და მე რამე სხვა გამეკეთებინა ეგენი არ ყოფილიყვნენ ანუ წარმოგიდგენია მთელი ისტორია შევქმენი რეალურად ხო და თან მაინც შევძელი ასე თუ ისე ცუდად თუ კარგად ბევრი შეცდომით რომ აღმეზარდა ადამიანებად რაც ყველაზე მთავარია ხო და ევა ხო საერთოდ ყველაზე იღბლიანია იმიტომ რომ ძალიან დიდ სიყვარულში იზრდება მე ისტაგროვი ცოდნა რაც მაქვს მშობლობის კიდე ეგეც მაგათთან არის და ასე ეტიკეტი ხო და ასე კიდე მინდა და მომეყოლა პირველად როგორ გამიტყდა ესა თერმომეტრი ეს მეორე იყო პირველად გამიტყდა ადრე წლების წინ ხელებში გამიტყდა აღარ მახსოვს ზუსტად რანაირ მოვახერხე მაგრამ ესე ფერთხვის დროს გამიტყდა რაღაც მოვარყი და გადამესხა ხელებზე და მეკეთა ბეჭედი ქორწინების ბაჯაღლოსი ხო და მე არ ვიცოდი მაშინ რომ ესეთი სახიფათო იყო რაღაცა მე გადამესხა და კოტიშ გადაესხა კიდე ხელებზე იმას უფრო მეტი ვიდრე მე ხო და მე კიდე ერთადერთი რადაც ღელავდი მაშინ ის იყო რომ ჩემი კალიცო გახდა ვერცხლისფერი ჯერ მეგონა რომ ეს რა არის მაშინ ვერ შევამჩნიე და მეთქი ეს რა არის ნუ თუ მეთქი ეს ჩემი ბეჭედი ის იყო მეთქი რა ქვია ბრაკი და ეს ფერი გადაუვიდა თქო მე შევამჩნიე რომ ეს გასდიოდა და მე მივხვდი რომ ეს რო გადამესხა ეს იყო მე ეს გავაცილე და მოკლედ ძალიან ბევრი ვინერვიული იყო ვინერვიული ბეჭედზე და ეს თუ ესეთი საშიში და სახიფათო იყო საერთოდ არ ვიცოდი მაშინ ძალიან პატარები ვიყავით მაშინ ხო და არაფერი არ ვიცოდი და ახლა ამჯერად ეს გამახსენდა რა მაშინდელი ამბავი და მე ღიმებოდა მან ამოდა ბედნიერი ყოფილიყავინი მადლობა ძვირფასო თეო გონიოში წადი მართლა ბევრი სასტუმროა ეგეთი და სახლები ნინი მან წარმატებები ნინი ძალიან მიზანდასახული ხარ საყვარელო მადლობა ძვირფასო მე ეგეთი ვარ მე თუ რაღაცა მომინდა მორჩა ვერავინ ვერ შემაჩერებს ნინი მარათონის გავსი რომ გააკეთო ინტუიციურ კვებაზე სადაც გვექნება ჩატი და შენ გააკონტროლებ შენი შეგირდების ყოველდღიურ კვებას საერთოდ არ მაქვს პრინციპი ძვირფასო ინტუიციური კვება უპრინციპობა არ არის ინტუიციურ კვებაზე აქვს ისეთი პრინციპები რომლის დაცვაც არის ყველაზე რთული ანუ ინტუიციური კვებაზე დაკლება მათთვის ვისაც აქვს ჭარბიწონა და კვებითი აშლილობა ანუ დარღვევა რაიმე სახის ფაქტიურად შეუძლებელია ინტუიციური კვებით შესანიშნავად იკლებენ ის ადამიანები ვისაც ჭარბიწონა არასდროს ქონია იმიტომ რომ მათ არც იციან რომ ინტუიციურ კვებაზე არიან მაგრამ ინტუიციურ კვებაზე არიან მათთვის ეს საკითხი არის მე ასე ხარისხოვანი და თავისით არეგულირებს ორგანიზმი ხო არიან ასეთი ბედნიერი ადამიანები და ისინი ვისაც უკვე არაულია კვებითი ქცევა როდესაც შენ ინტუიციურ კვებაზე პრინციპის გარეშე ეს არ იქნება ინტუიციური მე როგორც ვეძახდი ხოლმე მე როცა ვიყავი ხოლმე ეს იქნება ღორუიციული და შედეგი იქნება მარტო ერთი წონაში მატება ან იდეალურ შემთხვევაში მე მაგალითად ახლა შემიძლია წონის შენარჩუნება ხანგრძლივ პერსპექტივაში პლუს მინუს 2 კილოთი ეს 2 კილო მოდის და ასე თუ ემოციური კვება იწყებს დამატებას მე რა თქმა უნდა მეტი მოდის ამიტომ ინტუიციური კვება შესაძლებელია მხოლოდ მას მერე რაც კვებითი ქცევა არის სრულიად გასუფთავებული და ნამუშევარი ამას ჭირდება უდიდესი დრო როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად ფსიქოლოგიურად და ჩვენ ზუსტად მაგას ვაკეთებთ ახლა ჯგუფში ვშრომობთ თან ვიკლებთ თან სწავლობთ როგორ ვიკვებოთ როგორ ჭამოთ ის რაც გსურს და როგორ დავიკლოთ ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბედნიერები ყოფილიყავით მადლობა ძვირფასო კილოცავნი მშვიდობაში ყველა ძალიან გიხდება ყველაფერი ევიტოს როგორ უხარია მიყვარხართ მადლობა ძვირფასო მანანა ჩემო ლამაზო მიყვარხარ და წლებიან გიყურებ და ვტკვები შენი არსებობით ბევრ რამეს ვსწავლობ შენგან წარმატებები მადლობა ძვირფასო ლელუნი როგორ ხარ საყვარელო კარგად ძვირფასო შენ წარმატებებიო მიშო სალამი ნინ ძვირფასო არ დაკარგო იმედი აუცილებლად იპოვი ბინას იცი რა არის სიმართლე გითხრა
გოგოებო, ყველი დარჩა? ჩამოვალ ახლა. დეიდა ჩემი არ არის. მე ბანკები არა მაქვს, თუ მომცემთ ავიღებ. დაიცა წავიდე. ვიყიდე ხალხო ისა ყველი. ყველები მაქვს დარჩენილი. დარჩენილი მაქვს ყველები. იმიტომ რომ ისა რავი წინაკვირების დარჩა 2 და ეგენი დღეს უნდა დავაფრთხნევინო ცომს მოვძელ და ხაჭაპურებს გავაკეთებ რომ არ გაფუჭდეს და ეს კიდე ახალი ყველი ვიყიდეთ და ასევე დღეს ბოსტნეული მაქვს საყიდარი იმიტომ რომ ბოსტნეულის საერთოდ აღარ მაქვს სახლში ხო ასევე ცოცხი მაქვს დღეს საყიდელი და მოკლედ აი ასე რა შემოტკბილებო და ძვირფასებო ესეთი ამბები ყველაფერი დღეს ერთად გავაკეთოთ დღე დაიწყო ორმაგ გადმუშაობ აქ იქ და ხოდა ესე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დონაციისთვის აღწერაში მითითებული ანგარიშის ნომერი და პირადი ნომერი, ვისაც სურვილი გაქვთ მიყვარხართ, გოცნით და ყველას გისურვებთ კარგ დღეს.